აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დღის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა. რა სფეროები დაინტერესდა აზერბაიჯანული მხარე, ამას ქეთი ჭყონია მოგვიყვება ბაქოდან. ნინო, აზერბაიჯანული მხარე რამდენიმე მიმართულებით დაინტერესდა, მათ შორის სამშენებლო, სავაჭრო, ტურისტული და საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით. სტუმარი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებით, ისეთი საინტერესო ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მათთან ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია. დღეს აზერბაიჯანულმა მხარემ რეგიონში დღემდე განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასა და სამომავლო ურთიერთობებისთვის მზაობა გამოთქვა. კიდევ რა აქცენტები გაკეთდა ქართული მხარის მიერ ტურისტული და საინვესტიციო პოლიტიკის გაცნობის შემდეგ, დეტალებს ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყო. საინვესტიციო ობიექტები ბათუმსა და ქობულეთში. ბაქოში ბიზნეს ფორუმის მონაწილე კომპანიებმა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის შემდეგ სამშენებლო ბიზნესის კუთხით დაინტერესება გამოთქვეს. ჩვენ დავინტერესდით აჭარის რეგიონით, ვიცით, რომ ბათუმი როგორც სამშენებლო და ტურისტული ცენტრი სწრაფად ვითარდება. ის ობიექტები, რომლებიც აჭარაში შენდება, ჩვენთვის საინტერესოა ჩვენი პროდუქტის იმპორტისთვის. მე მქონდა საშუალება შევხედროდი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს. ისინი დაინტერესდნენ ჩვენი კომპანიით. დარწმუნებული ვარ, მომავალში აუცილებლად ვითანამშრომლებთ. აზერბაიჯანულმა მხარემ გამოხატა ინტერესი სამშენებლო სექტორის მიმართ, ტურისტული სექტორის მიმართ, ასევე ისინი დაინტერესდნენ ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონით და იგეგმება საპასუხო ვიზიტი მათი ქალაქ ბათუმში. ერთ თვეში ისინი ჩამოვლენ უფრო კონკრეტული წინადადებით ჩვენთან შესახვედრად. რეგიონის ტურისტული პოტენციალი ფორუმზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა წარადგინა. როგორი იქნება შედეგი, მომავალ ტურისტულ სეზონზე გახდება ცნობილი. მიზანი იყო ის, რომ ჩვენი პოტენციური, ესე ვთქვათ, ინვესტორებისთვის და ასევე პოტენციური მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა მაქსიმალური ინფორმაცია რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ და ვფიქრობ, რომ ფორუმის შედეგებიდან გამომდინარე საკმაოდ მიმზიდველი და ჩანს ჩვენი რეგიონი მათთვის. დღევანდელი შეხვედრებიდან გამომდინარე ჩვენ კიდევ ერთხელ დავწმუნდით იმაში, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი სერიოზული პროექტები ხორციელდება, რომლებშიც ჩვენი მეწარმეების და ბიზნესმენების ჩართვასაც ვგეგმავთ. ტურიზმის, სამშენებლო და სამრეწველო კუთხით დაინტერესება მომავალში კონკრეტულ პროექტებში აისახება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და დელეგაციის წევრები ბაქოში ვიზიტს წარმატებულს უწოდებენ. ჩვენ მქონდა ეს თქო უშუალო შეხვედრა საინვესტიციო კომპანიებთან, რომელსაც აქვს დაინტერესება თქო ტურიზმის მიმართულებით და სხვა ინფრასტრუქტურის სამუშაოების მიმართულებით. გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კავშირს აღნიშნულთან დაკავშირებით. კმაყოფილი ვარ იმით, რომ საკმაოდ მრავალმხრივად და სრულყოფილად წარმოადგინა აჭარის მთავრობამ საინვესტიციო პოტენციალი და შესაბამისად უკვე ჩვენ რამდენიმე შეხვედრა დავგეგმეთ. მომდევნო ბიზნეს ფორუმი დეკემბერში გაიმართება და მას ამჯერად ბათუმი უმასპინძლებს. უკვე ნახეთ, საპასუხო ვიზიტი ბათუმში უკვე დაიგეგმა აზერბაიჯანულ მხარეს რეგიონში მომავალ თვეში ელოდებიან. ნინო?